მადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ესეთი სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პრაქტიკულად იყო კარზე მომდგარი, ხო? არ ვიცი ელემენტარულად თუ ოდნავ მაინც გეოპოლიტიკური, თქვათ, ცვლილებები გაინტერესებს და როდესაც, თქვათ, პასუხისმგებელი ხარ ქვეყანაზე და საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა გაინტერესებდეს, ან თუ საერთაშორისო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება ადამიანი, ყველა მიხვდებოდა იმას, რომ გარდაუვალი იყო პრაქტიკულად, თქვათ, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში უკვე ირანზე იერიშის მიტანა. ეს ყველა მაჩვენებლით დასტურდებოდა, მათ შორის საერთაშორისო პრესაში ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იყო. და ამ დროს რა ქნა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა და პროქსებმა, ისინი პრაქტიკულად ბოლომდე შეეკუნენ ალიანსით ირანს, როდესაც იმ რეჟიმს, რომელმაც რამოდენიმე კვირის წინ, რა ვიცი, მრავალი ათასი ახალგაზრდა დახოცა, რომელიც იყო და დღემდე აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ნომერ პირველ მტრად, და სხვათა შორის ჩვენ არ დაგვავიწყდეს ისრაელის განცხადება, რომელიც გავრცელდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ირანის საელჩოს მიღებას და ეს იყო ძალიან სერიოზული შემაშფოთებელი კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პრაქტიკულად ივანიშვილის წარმომადგენლობა მთელი ეს მისი მსახურები მხოლოდ და ივანიშვილი თვითონ მხოლოდ გადასულები არიან ფულის კეთებაზე და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე სანქციების აცილების კონტექსტში რუსეთისთვის და ირანისთვის და ზოგადად ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან და ირანთან კეკლუცობა და ესეთი თქვათ ახლო ურთიერთობები მთავრდება ყოველთვის ძალიან მძიმედ, ძალიან ცუდად, ამიტომ ვფიქრობ, რომ ირანის მოკავშირეობა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა რაღაც ასე ვთქვათ ფაციფუჩი მიღებული გადაწყვეტილება, ესე უხეშად რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ძალიან კონკრეტული არჩევანი ზუსტად იმ კონტექსტში, რასაც განასახიერებს თვითონ ივანიშვილი, ხო? ანუ პირველი საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს დატოვეს იზოლაციაში და დატოვა ივანიშვილმა იზოლაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ აღარ გვყავს ყველაზე უფრო ძლევამოსილი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის სახით. ჩვენ აღარ ვართ მთავარი მშვიდობის ქოლგასთან ახლოს, ეს არის ევროკავშირი და არავის დაავიწყდეს, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკური და თქვათ ეკონომიკური გაერთიანება, სადაც ყველაზე უფრო მაღალია ადამიანების შემოსავლები, სადაც ყველაზე უფრო მაღალია ეკონომიკური ცხოვრების სტანდარტები და სადაც ყველაზე უფრო მაღალია თავდაცვის უნარიანობა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორად ჩვენ აღარ ვითვლებით ზუსტად იმ ანტიამერიკული განცხადებების შემდეგ, რომელსაც აკეთებს უკვე ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ქართული ოცნება ძალიან დიდი ხანი. ესე იგი, წარმოიდგინეთ როგორ უნდა მტრობდეს შენ საკუთარ ქვეყანას და ამ შემთხვევაში ზუსტად საქართველოს, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეების გარეშე დატოვო და ყველაზე უფრო შორს ჩატოვო ქვეყანა იზოლაციაში, როდესაც პრაქტიკულად მშვიდობის არავითარი, ასე ვთქვათ, ქოლგა აღარ გიცავს, ხო? ანუ ეხლა მაგალითად მე დღეს დავწერე კიდევაც, რომ როდესაც რუსეთი რაღაც, ასე ვთქვათ, არც კი გამოუცხადა არავითარი სოლიდარობა არათუ თავის საკუთარი მოკავშირეები დაიცვა რუსეთმა და მხოლოდ პუტინი შემოიფარგლა ძალიან ისეთი სამძიმრით, ხო? ანუ წარმოიდგინეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინას დაესხა რუსეთი თავს, ესე ფართო მასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია მოახდინა. ამის შემდეგ ჩვენ ვისმენთ მათ შორის ქართული ოცნებიდან რუსულ გზას განსაკუთრებით, რომელიც რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ხელს გამოგიწვდის, პირიქით რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და თუ საქართველოს და ივანიშვილი მას ჭირდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ორი ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის ქართველი ხალხის პროდასალური და პროევროპული განწყობების შემცირება და ზუსტად პოზიტივის და იმედის დასანქცირება იყო ამისი პირველი მაჩვენებელი, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ადამიანებს ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს და მეორე ეს არის სანქციების თავიდან აცილება, ის აკეთებინებს ბიძინა ივანიშვილს ფულს და თქვათ მის პროქსებს, ის რაღაც ბადაღებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ შეხებია არც ერთ საქართველოს მოქალაქეს და სწორედ ამიტომ არის
სასურველი ზუსტად ივანიშვილი რუსეთისთვის. მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს. რაც შეეხება საბოლოო ჯამში, როდესაც დაცვაზე მიდგება ხოლმე საქმე, რუსეთი არის სუსტი. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დასუსტებული, ომში დასუსტებული, ძალიან მძიმე ეკონომიკით, ასე ვთქვათ, ომის ტრაექტორიაზე მიმავალი სუსტი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ხა დიდი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის და ვთქვათ, შეიარაღების თვალსაზრისით გაცილებით უფრო დიდი ვიდრე საქართველოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაფერს არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, თუნდაც იმ ჩვენ ძალიან ძლიერ ყოფილ მოკავშირეებთან, მაგრამ ისტორიულ მოკავშირეებთან, რომელიც ყავდა საქართველოს. ამიტომ ეხლა არის ზუსტად ამ მდგომარეობაში ივანიშვილი, მან არათუ ვერ გათვალა, მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ვერ გათვალა. პირიქით, ეს იყო მისი მიზანმიმართული სტრატეგიული კავშირი, მათ შორის ფულის საკეთებლად და საქართველოს იზოლაციაში ჩასატოვებლად, იმიტომ რომ საქართველო, რომელიც ახლოს არის ევროკავშირთან და საქართველო, რომელიც ახლოს არის მშვიდობასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნიშნავს, რომ საქართველო არის მეტწილად მრავალპარტიული, დემოკრატიული, მეტწილად კანონის უზენაესობაზე დამყარებული ქვეყანა, მაგრამ მას ეს არ სჭირდება, მას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ, რომ თვითონ იყოს უსაფრთხო და თვითონ იყოს, ასე ვთქვათ, მთავარი შემოსავლის წყარო მიდიოდეს ყველა მის ჯიბეში, ხო? ანუ ამიტომ ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა, ჩვენ ვიცოდით ეს, საუბრობდით ამაზე წლების განმავლობაში და თვეების განმავლობაში. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ იმედი და პოზიტივი ეს არის რუსული პროპაგანდის გაგრძელება. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ქართული ოცნება ხელს უწყობს რუსულ დეზინფორმაციას და არის ძალიან აქტიური იარაღი რუსული ჰიბრიდული ომის კონტექსტში ზუსტად საინფორმაციო აი ამ манипуляციით ადამიანებზე ქართულ ხალხზე და ამ ჰიბრიდულ ომის იარაღს მიმართავს ქართული ხალხის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ რუსეთთან და ირანთან მოკავშირეობა ეს არის საქართველოს იზოლაციაში ჩატოვება, გახსოვთ ალბათ აშხაბადში რო გავარდნენ და ირანში რო ჩავიდა სამძიმრის გამოსაცხადებლად ყობახიძე, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემა წარმოშვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის კონტექსტში, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით წლებია თუ სადმინდის ქართული ოცნება, ხო? ამიტომ ეხლა უნდა ესმოდეს მას პირველ რიგში და ქართული მის პროქსებს ყველას, რომ ივანიშვილი არის ყველაზე უფრო არასანდო პარტნიორი რეგიონში. ივანიშვილი არის ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტის თანამშრომლობის კონტექსტში პარტნიორი რეგიონში, მასთან არ თანამშრომლობს არავინ, კიდევ ვიმეორებ, ირანს უკვე თავის გაჭირვება აქვს, ანუ ისლამურ რეჟიმს და მე დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც დარწმუნებული ვიყავი, ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მშვიდობის დამყარებაში ძალის მეშვეობით, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, შეიძლება ეს ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე, ასე ვთქვათ, რამდენიმე თვეში ან კვირაში. აი, სხვა შორის, აი ამ კონტექსტში არ მინდა დამავიწყოს ერთი რამ, ზუსტად თქვენ იცით, რომ ალ-შამხინი გარდაიცვალა, უბრალოდ ალ-შამხინი მოკლეს და ვთქვათ, ეს არის ხამენეის მრჩეველი იყო და თუ იცით, ვინ არის ალ-შამხინი, ეს უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ეს არის მისი შვილი იყო მფლობელი იმ ჩრდილოვანი ფლოტის სატვირთო გემის, რომელმაც ყურლევში შემოიტანა ეს ნავთობი. გახსოვთ ალბათ, ხო, ეს ძალიან სერიოზული ინფორმაცია სანქციების კონტექსტში, როდესაც მართლა დასანქცირების კანდიდატია ერთ-ერთი სასიცოცხლო ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში. წარმოიდგინეთ შამხინთან დაკავშირებული რაღაც ნავთობით ვაჭრობს ჩრდილოვან ფლოტს უხსნის ბიძინა ივანიშვილი ხელფეხს, რომ საქართველოში შემოვიდნენ, ხო? ამიტომ ჩვენ სულ საუბრობთ, ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. მისი მოკავშირეობა ისრაელთან ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძლიერი სამხედრო ბლოკი, რომელიც პრაქტიკულად დაუმარცხებელია და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა როდესაც შეხედავს პროპაგანდისტულ არხებს, ხო, ანუ ძალიან შეწყუნებულები არიან, არიციან რა უნდა დაწერონ, არიციან რა უნდა თქვან, არიციან საით უნდა წაიღონეს მთელი საინფორმაციო ნაკადი და რაღაცა წარმოუდგენელ საცოდაობაში არიან, განსაკუთრებით ამ სანქციების შემდეგ, ხო?
იმიტომ რომ ეს სანქციები პირველი ტალღა იყო და რა თქმა უნდა სანქციები გაგრძელდება. ამიტომ ეს საცოდაობა გაგრძელდება მანამ, მათი სანამ რეალურად ივანიშვილს არ ქონდა გათვლილი მოვლენების ესე განვითარება, როდესაც რამდენი ხანია ხო აანონსდება ირანზე აი ამ სპეცოპერაციის ეს არ იყო მოულოდნელობა, მათ შორის არც მსოფლიოსთვის ხო ხათია დამეთანხმებით. არა, მე კიდევ ვიმეორებ, მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რამეს თვლის ზოგადად საგარეო პოლიტიკაში. ის იქცევა ისე, როგორც იქცევიან საშუალო განვითარების, ანუ საგარეო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ორიენტირების განვითარების ადამიანები და განსაკუთრებით აი ესეთი ავტოკრატები, შიშარაბრძანებლები, ხო? ანუ როგორც ის არც ავტოკრატია არ არის, ანუ რო შეხედავთ ახლა როგორი ავტოკრატია, მაგალითად, მთელი მისი რესურსი მიდის იქით, რომ ადამიანები ჩაახშოს, ადამიანები თქვა ტროტუარზე დგომის გამო მათი ისინი დააპატიმროს, ამდენი ხანი ებრძვის საკუთარ თქვა მოწინააღმდეგებს, ყველა ციხეში გაუშვა, ვიცი, ეს ხო ეხლა არ ხდება, ეხლა რა ვიცი, მიხეილ სააკაშვილისთან დაწყებული უკვე წლების განმავლობაში და 2012 წლიდან პრაქტიკულად ეს ჩვენი დევნით ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ანუ მთელი მისი რესურსი მიმართულია იქით, რომ როგორმე დიდხანს გაძლოს ხელისუფლებაში, ხო? ანუ როგორ შეიძლება რაიმე საერთოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ მან გათვალოს. არა, მან არ ვიცი, იცოდა, არ იცოდა, ეხლა მისი ეს პარანოიდალური რაღაცა შიშებით და კონსპიროლოგიით შეპყრობილი, თქვათ, რაღაც მართლობა, სხვაშორის ძალიან საშიშია. ანუ აი ჩვენ რა მდგომარეობაში შევხვდით ეხლა ამ გეოპოლიტიკურ ძალიან ძიმე და ესეთი საერთოდ ძალიან турბულენტურ ცვლილებებს, ხო? ანუ ეს არის საქართველოს იზოლაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეწყვეტილი ყველანაირი ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არ გვაქვს, სამხრეთ კავკასიის მშვიდობის დერეფანში არ მონაწილეობთ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დღედაღამე ლანძღავს შათვირიშვილის ენი პირით ბიძინა ივანიშვილი. Deep State-ის მართულს უწოდებს პრეზიდენტ ტრამპს, პრაქტიკულად ყველა მისი მოწინააღმდეგე იყო ან არის ციხეში. ესე იგი, წარმოუდგენლად ანტიუკრაინული პროპაგანდა და რუსული დეზინფორმაციის გავრცელება, ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული მმართველობა, სადაც ადამიანები ფულს აკეთებენ, არ ვიცი, სუსის ყოფილი უფროსი, რომელიც მაგალითად უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი მშვიდობაზე პირველ რიგში, თურმე, რა ვიცი, ტრილიონობით დოლარს აკეთებ და მთელი ევროპის რაღაც მოედანზე აქვს უამრავი სახლი, ხო, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა ქვეყნებში და ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი, ეხლაც შავი ფულით უნდა შეინახონ იმედი და პოზიტივი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ანუ პარტიაში აკუმულირებული, ქართული ოცნებაში აკუმულირებული შავი ფულით. ამიტომ აი ამ ძიმე მდგომარეობაში ჩვენ აღმოჩნდით მაშინ ზუსტად ივანიშვილის პასუხისმგებლობით და მისი დანაშაულით, როდესაც აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული турბულენტური თქვათ ერა დაიწყო ჩვენს გარშემო და არა მხოლოდ ხატია კი ბატონო ხატია როგორ ფიქრობ აი რამდენი ხანი მოახერხებს აი ამ სიჩუმის რეჟიმში ყოფნას ივანიშვილის გუნდი არ ვიცი ბევრი მოსაზრება არსებობს თუმცა ყველა ამბობს რომ ეს არ არის ის ოპერაცია რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს არც რამდენიმე თვეს არ წინასწარმეტყველებენ მაგრამ ექსპერტები ამბობენ რომ შეიძლება კვირეების განმავლობაში გაგრძელდეს ანუ რაღაც ეტაპზე მგონია რომ ივანიშვილს მოუწევს ხომ პოზიციის გაჟღერება საჯაროდ და აქვე მოვაყოლებ როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში აი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სწორი პოზიცია რომელიც არ ვიცი უნდა მოვისმინოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. პირველ რიგში მას ოდნავ მაინც რაციონალურობა რო ჰქონდეს და მართლა არ იყოს ამ კონსპიროლოგიით და პარანოიდალური თავისი ძლევამოსილებით შეპყრობილი. ჩვენ ვიხილეთ ყველაზე უფრო მისი ასე ვთქვათ ქართული ოცნების ამ რამდენიმე დღის წინ იყო თუ არ ვცდები ანუ ეს პოლიცაბჭოს ხდომა როდესაც პოსტევის და იმედის დასანქცირების შემდეგ იყო ანუ მაშინაც გამოვიდა და იყო თავხედობა იმის კობახიძე ხა კობახიძე ხო არაფერი არ არის ანუ ივანიშვილი ამან ყველაფერი არც კობახიძე არც პაპუაშვილს ნუ როლები აქვთ მინიჭებული აი ნახეთ პროპაგანდაში და დეზინფორმაციაში როგორ ხდება ანუ რუსულ ჰიბრიდულ ომში კონკრეტულ ადამიანებს რომელიც წარმოადგენენ კონკრეტულ რაღაც ავტოკრატიულ მოდელს რუსული მმართველობის ენიჭებათ კონკრეტული ფუნქცია თქვა პაპუაშვილს მინიჭებული აქვს თავარი პროპაგანდისტის როლი ხო ანუ ესე მიანიჭა ბიზნესამ და დასვა იქ რომ
ესე პროპაგანდისტულად ილაპარაკოს ყოველ ორშაბათს და ანტიდასავლური განცხადებები აკეთოს. ვთქვათ, ყობახიძეს მინიჭებული აქვს რაღაცა ვითომ რაღაცა ძლიერი ფიგურის როლი, ამ დროს სინამდვილეში მთელი მისი ენერგია მიმართულია იქით, როგორმე ბიზნა ივანიშვილის თვალში გამართლდეს და თქვა თავისი კონკურენტები ჩამოიცილოს, მაგრამ ამ დროს ძალიან კარგად იცის ყველა, რომ ივანიშვილი მასეც ესე ვთქვათ გაბრაზებულია, მაგრამ გამოვიდა და ამ თავხედო ესე ვთქვათ რაღაცა წარმოიდგინეთ რა დონის თავხედია, რომ თავხედობაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ აი ჩვენ გვინდა პარტნიორობა, მაგრამ თქვენ რაღაც და ეს აშანტაჟებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? ანუ მისი ეს გათვლები არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე დიდხანს შეინარჩუნოს აქ ძალაუფლება. სინამდვილეში ანუნა ძალიან სუსტია. ანუ მე ამას არ ვამბობ რაღაცა ყალბი პათეტიკით, ხო? პირიქით, ყველაფერი, რასაც ჩვენ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მედია წლების განმავლობაში ჩვენ საუბრობდით და ვაფიქსირებდით, ეს ყველაფერი დადასტურდა და დადასტურდა მსოფლიო მასშტაბით დოკუმენტალურად, მათ შორის პოსტივის და იმეთან მიმართებაში. რაც შეეხება როგორ უნდა საუბრობდეს, ზოგადად როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. ეს ივანიშვილს არ ეხება, იმიტომ რომ ივანიშვილი არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანი, ის არის რუსული გავლენების გაძლიერებით დაკავებული და როგორც გითხარით, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებს თავისი ამ პარანოიდალური კონსპიროლოგიით შეპყრობილი ხალხსაც კი აიძულებს, რომ რაღაცნაირად აი ამ კონსპიროლოგიას დაექვემდებარონ. ეს არის ჰიბრიდულ ომში ზუსტად იარაღი, თქვა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოფილიყო შემდეგი და როდესაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, ვთქვათ, ნამდვილად გამართული დემოკრატია საქართველოში იქნება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს დაიბრუნოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპის კავშირის წევრი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს იყოს მშვიდობის და კეთილდღეობის და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური როლი, ესე ვთქვათ, როლის გამოხატულება მშვიდობის ფორმულის რეგიონში და არა მხოლოდ კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მივაღწევთ, მაგრამ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ როგორც მე ამაში დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოვა ეს დღე, ივანიშვილის ჩამოცილება ძალაუფლებიდან და მერწმუნეთ, რომ ისევე დაინგრევა ყველაფერი მის გარშემო ეს პოლიტიკური არარაობების კიბე, როგორც ძალიან ბევრი რამ ჩამონგრეულა ვთქვათ ავტოკრატიებში.